რა ხდება სიკვდილის შემდეგ? კითხვა, რომელიც მთელი საუკუნეებია პასუხისმგებელი რჩება. მაგრამ არსებობს თეორიები, რომელსაც დღეს მე ამ ვიდეოში შევაფასებ. მოგესალმებით მეგობრებო ყველას, დღეს მე გადავწყვიტე რომ ცოტა განსხვავებული ვიდეო გადამიღო. დღეს ჩვენ შევაფასებთ ყველა მოქმედებას თუ რა მოხდება სიკვდილის შემდეგ. ასევე მეგობრებო გაფრთხილება, მე ამ ვიდეოში არ ვიზახი რომ სიკვდილის შემდეგ ზუსტად ისეთი რაღაცები მოხდება, რასაც ჩამოვთვლი. ეს ყველაფერი არის უბრალოდ თეორია, რასაც დღეს მე ამ ვიდეოში შევაფასებ. ასევე მეგობრებო, სანამ ვიდეო დაიწყება, ჩემი უდიდესი თხოვნა იქნება რომ გადადით ჩემ Discord server-ზე. მანდ ასევე ვინც ჩემ თამაშების კონტენტზე ხართ დაინტერესებული, გაიგებთ სიახლეებს თუ რა დავამატეთ ჩემ თამაშებში. მოდით ახლა დავიწყოთ ვიდეო. მოდით მეგობრებო დავიწყოთ რეინკარნაციით. ამ თეორიის თანახმად, როდესაც ადამიანი კვდება, იბადება სხვა რამედ. ეს შეიძლება ნებისმიერი რაღაცა იყოს, ან ბუზი, ან რამე ცხოველი, ან მსგავსი რაღაცა. მოკლედ შეიძლება იღბლიანი აღმოჩნდეთ და რამე კარგ რაღაცად დაიბადოთ, ან კი უიღბლო აღმოჩნდეთ და რამე ძალიან ცუდად დაიბადოთ. ყველაფერი ეს აზარტულ თამაშებს გავს, მაგრამ ამას დავუწერ მე 10-დან 5-ს. შემდეგი არის არაფერი. დიახ მეგობრებო, პირდაპირ მნიშვნელობით არაფერი. ეს არის თეორია, რომელიც ათეისტებს წამთ და მეგობრებო, ამ თეორიის თანახმად, როცა მოკვდებით, არაფერი არ ხდება. ვერც ვერაფერს ხედავთ, ვერც ვერაფერს გძნობთ, ვერც მოძრავთ და მსგავსი რაღაცეები. შეიძლება ფიქრი შეგეძლოთ. ამას დავუწერდი ალბათ 10-დან 3-ს, რადგანაც ეგეც ფიქრის გამო, რომ მარტო ფიქრი შეგიძლიათ. შემდეგი თეორია არის სიმულაცია. ამ თეორიის თანახმად, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ თამაში. ანუ ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო მოხდება, არის თამაში. და ვინც ეგ თამაში შექმნა, ეგ გვაკვირდება. სიმართლე გითხრათ მეგობრებო, ეს თეორია მე მახსენებს ანიმეს სახელად ფარიკაობის ხელოვნება. და დადგა დრო რომ შევაფასოთ ეს თეორია. ამ თეორიას დავუწერდი 10-დან 0-ს. ყველაფერი ეგ იმიტომ რომ არ იქნება კომფორტული ვინმე რომ შენ თელ ცხოვრებას უყურებდეს. ასევე მეგობრებო, სანამ შემდეგზე გადავალთ, მინდა პატარა რაღაც დავამატო ამ თეორიის შესახებ. ამ თეორიის თანახმად, როდესაც შენ კვდები, შენი კოდი, ანუ თამაში ხო ვართ, იწერება თავიდან და სხვა ადამიანში იჯდება. ნუ იგივე რეინკარნაციასავით არის, მაგრამ პროგრამული სახით და მარტო ადამიანებად ჩდებით. ასევე თამაშის პროგრამისტები წყვეტენ თუ შენ როგორ კვდები. ნუ უკვე შევაფასე, 0 დავუწერე და მოდი ახლა გადავიდეთ შემდეგ თეორიაზე. შემდეგი თეორია არის პარალელური სამყაროს თეორია. ამ თეორიის თანახმად, როდესაც თქვენ მოკვდებით, დროში უკან ბრუნდებით და მეხსიერება გეკარგებათ. ანუ ამ თეორიის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა თუ შენ როგორ მოკვდები, უკან დაბრუნდები დროში და დაგავიწყდება შენი სიკვდილი. ნუ დრო დადგა რომ შევაფასოთ ეს თეორიაც. ამ თეორიას დავუწერ 10-დან 7-ს. ჩემი აზრით, კარგი გზა არის რომ მოკვდე, რადგანაც როდესაც უკან დაბრუნდები, გავიწყდება შენი სიკვდილის მეხსიერება და რა იცით აბა როგორ კვდებით, იქნება და ძალიან სევდიანად კვდებით და ეგრე დაგვიწყდებათ მაგარი იქნება. შემდეგი თეორია არის სიზმრის თეორია. ამ თეორიის თანახმად, როდესაც თქვენ მოკვდებით, ყველაფერი აღმოჩნდება სიზმარი, როცა ისევ მოკვდებით, ისევ სიზმარი აღმოჩნდება. როცა მოკვდებით, ისევ სიზმარი აღმოჩნდება და ასე შემდეგ. არ ვიცი მეგობრებო, ძალიან უცნაური თეორია არის, მე თუ მკითხავთ. ამ თეორიაზე მე რო ვფიქრობდი, ცოტა თავი ამტკივდა სიმართლე გითხრათ. და ხანდახან სიზმრები ისეთი რეალური არის, ბავშვობაში ალბათ მოგცლიათ ისეთი მომენტი, როდესაც სიზმარში ჩაიფსით. ალბათ ამის გამო დაფიქრდნენ და გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ასეთი თეორია სიკვდილის შემდეგ. მაგრამ დადგა დრო, რომ მე შევაფასო ეს. და სიმართლე გითხრათ მეგობრებო, არ ვიცი ესეთი შევაფასო, ძალიან უცნაური რაღაცაა. თან ცუდი მგონია, თან კარგი მგონია, ამიტომაც მოდი 10-დან 5-ს დავუწერ. შემდეგი თეორია არის ქრისტიანების თეორია. სიმართლე გითხრათ მეგობრებო, მე ამ თეორიის მწამს ყველაზე მეტად. მაგრამ ეს თეორია იყოფა ორ ნაწილად. მაგალითად მეგობრებო, თუ შენ იცხოვრე კეთილი ცხოვრებით, ანუ მთელი შენი ცხოვრება იყავი კეთილი და ღმერთის გწამდა მთელი შენი გულით, მოხვდებოდით 64-ში, სადაც დაისვენებდით, ძალიან კარგი ცხოვრება გექნებოდათ მად. ასევე ღმერთთან ახლოს იქნებოდით, შეგეძლებოდათ ფრენა და ძალიან ბევრი მაგარი რაღაცა. ამ თეორიას მეგობრებო დავუწერ 10-დან 10-ს. დარწმუნებული ვარ, ყველას უნდა რომ 64-ში მოხდეს. ასევე გვაქვს მეორე თეორიაც.
მეორე თეორიის თანახმად, თუ ბოლოტად ვისოცხლეთ, მოხვდებით ჯოჯოხეთში. და ხანდახან ხდებოდა ხოლმე ისე, რომ კეთილი ადამიანები ხდებოდნენ მან, რადგანაც ღმერთის წმენა არ ჰქონდათ. მაინც ჯოჯოხეთის თეორიას დაუწერ 10-დან 0-ს, არავის არ ურჩევ მოხვედრას. ვინც მათ მოხვდება, თეორიის თანახმად, მთელი მისი დარჩენილი ცხოვრება იწამებენ, როცა მოკვდებიან რეინკარნაცია ექნებათ ჯოჯოხეთში და ძალიან ბევრ წამებას განიცდიან. ამიტომაც მეგობრებო, ამას არც ჩემ მტერს არ ურჩევდი. შემდეგი თეორია არის მოჩვენებების თეორია. ამ თეორიის თანახმად, როდესაც ჩვენ მოკვდებით, ჩვენ გადავიქცევით მოჩვენებად და როდესაც მოჩვენება იქნებით, შეგეძლებათ ხალხის შეშინება, ნივთების გადაადგილება, ფრენა და მსგავსი რაღაცეები. მაგრამ ხალხს შენ განახვა არ შეუძლია. მაინც ფიქრობ, რომ თავიდან გასართობი იქნება, შეაშინებ ხალხს და რაღაცეები, ყველაფერი შეგეძლება. მაგრამ მეგობრებო, ჩემი აზრით მეერე უკვე მოსაწყენი გახდება, რადგანაც მართლა ვერავინ ვეღარ ხედავს. მაინც მეგობრებო, ამას დავუწერ 10-დან 7.5-ს. შემდეგი თეორია არის არასდროს დასრულება. მეგობრებო, ეს თეორია იგივე არის, რაც რეინკარნაცია იყო, მაგრამ როდესაც მოკვდებით, იმის მაგალითად რომ ცხოველად დაიბადოთ, სულ ადამიანად იბადებით. აი მაგალითად, მე ვარ ეხლა იუთუბერი ამ ცხოვრებაში და თუ მოკვდი, შეიძლება დავიბადო მილიონერი. მაგრამ ყველაფერი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არის მართალი, მაგრამ მაინც მართალი რო იყოს, ამას ალბათ დაუწერდი 10-დან 9-ს. ეს 9-ც კი იმიტომ, რომ რა იცი, აბა რა დაიბადები, შეიძლება ვაფშე მოთხრობად დაიბადო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, მაგარი იქნება ყველანაირი ცხოვრებით რო იცხოვროთ. შემდეგი თეორია არის გონების თეორია. ამ თეორიის თანახმად, როდესაც მოკვდებით, იგივე რაღაც ხდება თითქმის, რაც ათეისტებზე ვთქვი, მაგრამ ამჯერად ყველაფრის გზნობა და რაღაცები შეგიძლია და შენი გონებით იმნაირი ცხოვრების შექმნა შეგიძლია, რაც შენ გინდა. აი მაგალითად, თუ მოკვდი, შეიძლება ჩემი თავისთვის იმნაირი ცხოვრება გავიკეთო, რომ ვიყო მაგალითად დაუმარცხებელი ჯადოქარი. კაი. ნუ ამ თეორიას დაუწერდი 10-დან 10-ს, მართლა ძალიან მაგარი იქნებოდა, ნებისმიერ რამე შეგეძლებოდა ყოფილიყავი. მაგარი იქნებოდა, მაგრამ მე დიდად ამჯერა რომ ეგრე მოხდება. შემდეგი თეორია არის კოსმოსური თეორია. ამ თეორიის თანახმად, როდესაც თქვენ მოკვდებით, თქვენი სული გადაიქცევა ვარსკვლავებად და კოსმოსში იქნება. დავსიო მორჩა, აი ეგ იქნება შენი დასასრული. სიმართლე გითხრათ, არ მომწონს მე ეს თეორია და მოდი ახლა შევაფასებ. აი ამ თეორიას დაუწერდი 10-დან 1-ს. ეგეთიც იმიტომ, რომ პატარა რაღაცა მაინც ხდება და ვარსკვლავად იქცევი. და მოვიდა დრო, რომ დღეისათვის შევაფასოთ ბოლო თეორია. და ეს ბოლო თეორია არის ბუდაჰისტური თეორია. ეს თეორია ნარევი არის გონების თეორიისა და მოჩვენების თეორიის შორის. მოდი ახლა აგიხსნით. ამ თეორიის თანახმად, როდესაც მოკვდებით, თქვენ იქცევით სულად და დედამიწაზე დრო გაჩერდება მხოლოდ ჩვენთვის. ასევე შეგეძლებათ ნებისმიერ რაღაცის გაკეთება, აი რაცაც გინდა იმას გააკეთებ. მაგრამ ეგ იქნება მხოლოდ ჩვენთვის, რადგანაც დრო არის მარტო ჩვენთვის გაჩერებული და მარტო შეგიძლია რაღაცების გაკეთება. აი მაგალითად, ვინმეს თუ მოკლავ დროის ხაზში, ის მართლა არ მოკვდება, შენთვის მოკვდება. ნუ ამ თეორიას დაუწერდი 10-დან 9-ს, რადგანაც გონების თეორიისგან განსხვავებით დრო არის გაჩერებული. მაინც მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, რაც ყველაზე მთავარი, გააქტივეთ ზარის ღილაკი. ასევე შემოდით ჩემ Discord სერვერზე, თქვენთან იყო რაზორებალი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.